ახლოს მიკროფონი. რეალურად ძალიან მარტივად არის ყველაფერი, ხა ყველა პროცესი არის მარტივად საზოგადოებისთვის გასაგებად რო ავხსნათ. დღესდღეობით ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც მკვეთრად ევროპული ინსტიტუტის დაკნინების ძალიან უხეშ მცდელობას, რაც დიდი იმედი მაქვს, რომ არ მივა საერთო გაუქმებამდე. რეალურად ამას ვადევნებთ თვალყურს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იკეტება რაღაც ციხესიმაგრეში და ამ ციხესიმაგრეში რა მოხდება კიდევ არავინ იცის. რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს კი არ უნდა მოშორდეს და პოლიტიკურ ელიტებთან კი არ უნდა დაახლოვდეს, პირიქით უნდა მოხდეს ეს პროცესი. ეს მე მახსენებს ახლა რეალურად ქალბატონი იანთაზე ჩაერთო წეგან, როდესაც მოვიდა ეს მენეჯმენტი, ანუ ყველაფერს პირიქით აკეთებენ რა. როდესაც ეს მენეჯმენტი მოვიდა, იმის მაგივრად რომ დაეწყოთ რეორგანიზაცია და რეფორმა ზემოდან ქვემოთ, ანუ ვინც დააშავა, ვის გამოც რეიტინგი არ იყო, როგორც თვითონ ამბობდნენ და ასე შემდეგ, მოვიდნენ და თქვენს და დაცინვით თქვენს რომ თურმე აქ თანამშრომლები პლიტით თვებოდნენ, თურმე აქ როგორ ძლებენ ეს თანამშრომლები და დაიწყეს ქვედა რგოლის დაკნინება. მე პირადად გამომიშვეს ამ ხალხმა ყოველგვარი კონკურსის, ყოველგვარი სისტემის და ყოველგვარი აი ობიექტური მიზეზის გარეშე. იქიდან გამომდინარე რომ ისინი ვერ იტანენ გასხოვებულ აზრს და მე მინდა მიმართო აი ბორდის წევრიც აქ არის და ადამიანებს რისთვისაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სულ ერთი არ არის რეალურად. ჩვენი არის ეს მაუწყებელი, არავის არ არის, არც ერთი პოლიტიკური ელიტის არ არის და ყველას ვისაც ეს ეხება, დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. და დღეს ჩვენ ამ მაუწყებელს თქვენ არ დაგითმობთ. კარგი, მე რა მეტრებელსაც მოусმენთ, მე. არაფერი პრობლემა არის ძველი, ყოველ შემთხვევაში იმდენი ხნის, ამდენი ხნისაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს. რაც ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა, მას მერე ჩვენ ვერ ვეღირსეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. იდეა თავიდანვე მოკლა სააკაშვილმა და ეს ხელისუფლებას ვერ ვიტყოდი, რომ ეს მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ 7 ნოემბერს ყველაზე უპრობლემოდ თამონაკინძორაშვილი შეეწირა, როგორც გახსოვთ.